დავამთავრეთ პირველი ეტაპი, გავაკარეთ დამათმობებელი ფილა და ვიწყებთ მეორე ეტაპს არმირებას. არმირება საჭირო არის იმისათვის, რომ სიმყარე მივცეთ ჩვენ დათმობების სისტემას და მინიმიზაცია გავაკეთოთ თბოდანაკარგის. თბოდანაკარგის მინიმიზაციისათვის აუცილებელია გავითვალისწინოთ ისეთი ადგილები, სუსტი წერტილები დათმობების სისტემის, რომელიც არის ფანჯრების და კარებების ღიობები. ამ შემთხვევაში გამოიყენება სპეციალური პროფილები, რომლებიც ხელს უშლის ფანჯრისა და დათმობების სისტემის შორის თბოდანაკარგის მინიმიზაციას. ასევე საჭირო არის ჰორიზონტალური ზედაპირების დაცვა, როგორც არის ფანჯრის ღიობის ქვეშ, რომ იქ არ შევიდეს წყალი და შესაბამისად არ დაგვიზიანოს სისტემა. ეს არის სპეციალური პროფილი, რომელიც გამოიყენება სპეციალურად ამ მიზნისთვის. ასევე გამოიყენება ფუგები, რომლებიც თვითონ ფართოვდება და იმ ზომაზე დგება, რაც ზაზომაც გვჭირდება ჩვენ, რომ ავირიდოთ თავი თბოდანაკარგი. მას შემდეგ რაც ჩვენ დავამთავრებთ ფასადის არმირებას და ფასადი დაიგრუნტება, როგორც ხედავთ ეს თეთრი ფერი არის დაგრუნტული, ჩვენ დავიტანთ უკვე დეკორატიულ ბათქაშს. აქ ჭრილში შეგიძლიათ დაინახოთ, ეს არის საარმირო ფენა, ეს არის საარმირო ბოლო ფენა და ეს არის ბათქაში. დეკორატიული ბათქაშის სტრუქტურა დამოკიდებულია უკვე ხელოსნის ოსტატობაზე და დამკვეთის სურვილზე. ამის შემდეგ ბათქაში იღებება დამცავი საღებავით და ვიღებთ უკვე სრულყოფილ დათმობებულ სისტემას.